შალვა პაპუაშვილო ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში. ასე მიმართავს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც მაკეინის ინსტიტუტის სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა. ევროპელი დეპუტატის თქმით, მაკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტისთვის. ნინო სამყურაშვილი განაგრძობს საუბარს, გისმენ ნინო. რომ დავიწყოთ იმ შეფასებებით, რომელიც კეთდება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ქართულ ოცნებას ოლიგარქიულ რეჟიმს დღეს როგორც რუსულ ძალად და მოიხსენიებენ სტრატეგიული პარტნიორები და რიკარდ კოლსის განცხადებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა, რადგან მან ძალიან პირდაპირ თქვა ის, რომ ორკების მხარდამჭერი არის დღეს ოლიგარქიული რეჟიმი და მისი ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეც ერთადერთი, სადაც შეიძლება ელოდებოდეს, სადაც შეიძლება მას აღიარება ჰქონდეს, ეს არის ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის. სხვა შემთხვევაში არც ერთი დასავლური ინსტიტუტისგან ოლიგარქიულ რეჟიმს ეს აღიარება არ ექნება. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი მაკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიენტად დასახელდა და ამის შემდეგ უკვე შალვა პაპუაშვილმა საგანგებოდ გამოაქვეყნა თავისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე და ის ღიად საუბრობდა და აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილს და მოიხსენებდა როგორც გავლენის აგენტად, უცხოეთის გავლენის აგენტად და სწორედ ამას მოყვა უკვე საპასუხო რეაქცია ევროპარლამენტარის მხრიდან. მაკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის. იმავდროულად იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მიდიხარ ორკისტანის ორბიტაში, შალვა პაპუაშვილო ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში. რაც შეეხება საქართველოში შეფასებებს, დღეს ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს განცხადებები არის ერთადერთი ემსახურება იმას, რომ ძალიან შეწუხებული არის დღეს ოლიგარქიული რეჟიმი, რომ მათ არანაირი აღიარება არ აქვთ, თვითონაც ხვდებიან, რომ არალეგიტიმურები არიან, თვითონაც ხვდებიან იმას, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული მათი მხრიდან, რომ მათ მოახდინეს საკონსტიტუციო გადატრიალება და იმიტომაც არიან ახლა ძალიან ასეთი მწვავეები და ამიტომ არიან შეტევაზე გადასულები სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. გამოსავალი ამ ყველაფერში არის სწორედაც ახალი არჩევნები, რეჟიმის პატიმრების გამოშვება, აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები და ამას საერთოდ საუბრობენ იმას, რომ რუსულ ძალად არიან ისინი მოხსენიებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ძალიან ღია გზავნილი საიმისოდ, რომ ყველამ გაიგოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ დღეს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ოლიგარქიული რეჟიმის აღქმა არის როგორც რუსული ძალა და შემთხვევით არ არის ასევე ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული როგორც რუსეთის გავლენის აგენტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება პაპუაშვილის ტვიტები ნიშნავს იმას, რომ ისინი არაღიარებით არიან ძალიან შეწუხებულები და მათ ვერ ექნებათ აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ. ის რომ თითქოს მიმართავენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელს, ხას უსვამენ იმაზე, რომ თითქოს deep state-მა გადაწყვიტა, რომ ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკა შეუწყოს ხელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე აპელირება ხელს ვერ შეუწყობს მათ ლეგიტიმაციის მოპოვებას და ასევე ვერ იქნება მათთვის დამამშვიდებელი. ვინაიდან ის პანიკა, რა პანიკაშიც დღეს ქართული ოცნება იმყოფება, გამოწვეულია იმით, რომ მან კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, მონიშნა მოხდეს როგორც რუსეთის აგენტის და რუსული აგენტურული ქსელის წარმომადგენლის, ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილი სწორად დაესანქცირებინა როგორც რუსეთის გავლენის წარმომადგენელი, როცა ქონდა შესაძლებლობა, რომ დაესანქცირებინა არ ვიცი, მაგალითად კორუფციისთვის, დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის და სხვა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, რომ რეჟიმის იზოლაცია, მათი საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა ხდება სწორად როგორც რუსეთის მოკავშირეების და ეს როგორც ჩანს ყველაზე ძალიან აწუხებს ქართულ ოცნებას. ევროპარლამენტში ძალიან კარგად ესმით ის, რომ დღევანდელი ოცნება აკეთებს რუსულ საქმეს
და ეს შეფასებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც ოცნების რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა, არის ის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ასევე გათავისუფლდნენ უკანონო დაკავებული ჩვენი პატიმრები. ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯები, განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის განადგურება სცადეს პრეზიდენტის სახით, კიდევ უფრო პანიკურ სახეს იღებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერის განცხადება, რომელსაც აკეთებენ როგორც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ისე ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შიშის მანიშნებელი, რასაც სანქციების შიში ქვია, რასაც არალეგიტიმურად დარჩენის შიში ქვია და რასაც ქართველი ხალხის და საზოგადოების იმ აქტიური პროტესტის შიში ქვია, რასაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე უკვე 42 დღის განმავლობაში ვხედავთ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიანტად დასახელდა 6 იანვარს და ამ ყველაფერს მოყვა ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან ძალიან მწვავე რეაქცია და შალვა პაპუაშვილის რეაქცია იყო ძალიან მწვავე და მან დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე, რომ ის არის უცხოეთის გავლენის აგენტი სწორედ ამის გამო და შემდეგ უკვე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძალიან საკადრისი პასუხი მიიღო ოლიგარქიულმა რეჟიმმა, როდესაც პირდაპირ უთხრეს მათ, რომ ერთადერთი სადაც ქართულ ოცნებას და ოლიგარქიულ რეჟიმს ელოდებიან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ურალის უნივერსიტეტი.